ხშირად მეკითხებიან პირად ცხოვრებაზე და განსაკუთრებით ოჯახს, ხო, როგორ ახართ, კარგად და შედარებით პატარა ვეგონე ჩემ ნათესავს. უიმე რა კარგია. ისე ხო, შენ ხო არ გეჩქარება ისე როგორც ვხედავ და ვიცი ახლა სად მიყავს ეს ყველაფერი. მეც ვემზადები რომ ასე აღად გავცე პასუხი, იმიტომ რომ ამ პასუხზე მე ვფიქრობ თუ ავნერვიულდი და ემოციურად თუ ვესაუბრეთ რაღაცა, ყოველთვის წავაგებ. ხო და მე არ მინდა რომ წავაგო რა. ამ შეხლაში მოხლაში. ხო, ეხლა რამდენი წლის ხარ შენ? მე 39. ვაიმე რა, 29. დედა რა ხამქნა, მე მეგონი 30-ისა, 31. რამდენი დედა ძალიან დაგვიანებული. 52 წლამდე მაქვს ვადა. ხო და რატო და დარისფან ოკუპანტაძე იყო მეთქი 52 წლის შეირთო 21 წლის თუ 20 წლის ეგენია ლაბაძე ცოლა და ეყოლათ 4 ვაჟი ვთქი, მაგრამ თურმე 5 ვაჟი იყვნენ რა, 5 ვაჟი შეეძინათ. ნოდარი, ვიქტორა, მიშა, ვანო და კალენიკე. გაჩერდი ახლა, გაჩერდი, მაშინ იყო სხვა დრო, ახლა შეეშვით ამას, რატო სხვა დრო? მერე მამიდა ჩემი, შენ მამიდა ხო არაფერი გჭირს ბოლოს და ბოლოს, აბა რატო არ მოყავს? სოლიერი გამაკ. რა კიდე. ბიო ჩემი იყო მასტერი ამაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ცხოვრება არის იმერელი ქალივით, ბებიაჩემებით. აი ხო, რაღაც განცდებში ხარ, მერე მოულოდნელად დიდ სიხარულს ნახავ, მერე მოულოდნელად სევდიან, მერე გინდა დასასვენებლად წასვლა, მერე უცბად აჯანყდები, ჭკუიდან გადახვალ, მერე დამშვიდდები, მერე მუსიკას დაგიკრავენ და რაღაცა და ბებიაჩემებით არის ეს ცხოვრება იმერელი ქალივით. ეს ახლა მომაფიქრდა სხვათა შორის. აი პანაშვიძე იყო ბებიაჩემი და ნათესავი გარდაეცვალა მოხუცებული ადამიანი 100 წელს მიღწეული იყო და ტიროდა ბებიაჩემი. მეც იქვე ვიყავი და მე იქეთ ცოტა ჩემთვის უცხო ადამიანები მოდიოდნენ პანაშვიძე შორეული ნათესავები ამ ქალბატონის და ახლა მე ბებიაჩემი მივიყვანე რა თქმა უნდა. წამიყვანე ბებია, უნდა ვიტირო ისო და მე ვუთხარი, გადახვალა ახლა ბებია ჭკუიდან რა არ შეიძლება მაინც ასაკში ხარ და ხო იციან იმერეთში ეს სიტყვით გამოსვლები და თელიაბები და იქ ნათესავი ქალები ესე სხედან სკამებზე შავებში ჩაცმულიდან ახლა მთლად ცივილკივილი არა, იმიტომ რომ 100 წელს მიღწეული იყო ეს ქალბატონი და ტირის ბებიაჩემი. ვიცი 100 წელს მიღწეული ხარ, მაგრამ მენანებოდი მაინც სიკვდილისთვის, მენანებოდი და ამასობაში ჩამოიარეს პანაშვიძე და ახალგაზრდა გოგოც მოდის წინ და გააყოლა ბებიაჩემმა თვალი. დედა, გაახა ბებია, გაახილე თვალები და ინახე რა კაი გოგოა. გაახილე ბებია თვალები. ჩაიარა ახლა. ვისი იყო ეს გოგო, ხო არ იცით? ეს იქნებ ბუღალტერი იყო, იმის შვილი. მოდი ბებია, შეხვდი ბებია, ჩეხუტე ბებია, აკოცე მაგას და ყველაფერი კარგად იქნება, მე აღარწავ. პანაშვიძე მირიგებდა. ერთხელ ჩემი ნათესავი მოვიდა და საცოლე გააცნო ბებიაჩემს. და გაიცანდიო, ციალაბებიაო, ჩემი საცოლიაო და ჩვენ ძალიან მალე ქორწილიც გვექნებაო. დედა და ძალიან მოეწონა ეს გოგო, ჩემი ნათესავი. აი ულამაზესი გოგონა არის რა. ხო და დედა რა კაი ლამაზი გოგო ხარ, შენ გენაცვალა ბებია. ჩამამიჯექი ბებია, დაჯექი და მოკიდა ხელი ეთერება. რა ლამაზი გოგო ხარ ბებია და მე შევნიშნე საით მიყავს ახლა, უკვე მივხვდი. დიდი ხანია იცნობთ თქვენ კიო, ჩვენო 2 წელია ვიცნობთ ერთმანეთსო და ეხლა გადავწყვიტეთ დაოჯახებაო და დედმამიშვილები თუ გყავს ბებია შენ და დედმამიშვილები მყავსო. ბებია ყველაფერი გამოიტანე, ყველაფერი ბებია გაშალეს უფრო და ესა ვითომ მე ამცალიაო აგერ საქმეს ვაკეთებო და დედმამიშვილები გყავს, ხო რამდენიო და მე 2 დამყავსო ის გოგონება და გამოიხედავს. ვიწყებო ეხლაო რა ამას. ხო დედა რა კარგია ბებია. დაოჯახებულები არიან თუ დასაოჯახებულები? არაო, ორივე დაოჯახებულიაო. ერთი ჩემთან ცხოვრობს იქვეო, გათხოვდაო და მეორეო უცხო ქვეყანაშიაო და ხშირად ჩამოდიან ხოლმე. არ ესიამოვნა ახლა ეს. შენსავით ლამაზები იქნებიან ხო ბებია? ხო ესე ხდება.
კარგით. და აბა, მობძანდით, სუფრასთან მობძანდით და ჩვენი ცხრიალა გოგონაც გამოვიდა გარეთ და ბებია ჩემი სავარძელში ზის ასე და მეც ეხლა უნდა უთხრა რომ თვალებით ვანიშნა, ნუ რა არის რა, მეთქი ბებია. ბებია, ხო რა იყო მეთქი. გათხოვილები ყოფილა და გათხოვილი რა თვიდა ბებია.